გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტის ახალი ეპიზოდი. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ საინტერესო პროექტზე და ჩვენი სტუმარია გელა. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ვარ 22 წლის თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტზე. ეს ჩემი ნამუშევრები, ჩემი განტვირთვის ერთ-ერთი წყარო არის, რაც ვაკეთებ ეს ძალიან მაბედნიერებს. ზოგადად, ერთი წელია, რაც ხელოვნებით დავინტერესდი და ერთი წელია არც გასულა ჯერ, რაც ამ ნაკეთობებს ვაკეთებ. ძალიან დატვირთული ვარ ხოლმე და ესე კონკრეტულად არ მაქვს ხოლმე დრო, აი მაგალითად, ერთ ნამუშევარს რამდენი ხანი დასჭირდა, რომ ანუ ერთი ნამუშევრის შექმნას რამდენი დრო დასჭირდა. ხშირად მისვამე ხოლმე ამ შეკითხვას და ამიტომ ამას ჩავთვლი საჭიროდ რომ გითხრათ რა. ხო. საიდან დაიწყო შენი პროექტი? ჩემი პროექტი დაიწყო ერთი ჩვეულებრივი დღიდან, როდესაც არც კი ვიცოდით რა უნდა გავეკეთებინა და ცოტა ესეთ ალბათ საქმეც აღარ გქონდა რა. ამ დროს გამიშთა იდეა, რომ მოდი მსგავსი რამ გავაკეთოთ ლითონის მაუთულით, უბრალოდ გავაკეთო და ვნახოთ როგორი გამოვა რა. ავდექი გავაკეთე და მართლაც ძალიან მომეწონა ის რაც გავაკეთე და ჩემს გარშემო ყველა ადამიანი აღფრთოვანდა ჩემი პირველი ნამუშევრით. თავიდან ყველა ისე სკეპტიკურად უყურებდა ხოლმე ამ ნაკეთობას, იმიტომ რომ ლითონის მაუთულით მსგავსი რაღაცის შექმნა, მსგავსი ნაკეთობის შექმნა ყველას წარმოუდგენელი ეგონა ხოლმე რა. მეც ჩემთვისაც წარმოუდგენელი იქნებოდა ალბათ სხვა რომ ენახა მსგავს მიმართულებაში, იმიტომ რომ ეხა ერთი ჩვეულებრივი ლითონის მაუთულით რომ ვაკეთებ, მაგალითად არწივს ცოტა ისეთი წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ არსად არ გაქვს მსგავსი რამ ნანახი რა. ხო, თან ეს ჩემი პირველი ნამუშევარი ექსპერიმენტული იყო, ძალიან ბევრი შეცდომებიც იყო, მაგრამ ამ შეცდომების მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს მოეწონა. და ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა, რომ შემდეგში უფრო სხვანაირი ნაკეთობები გამეკეთებინა და უფრო მეტი დრო დამეთმო ჩემი საქმისთვის. რა იყო ინსპირაცია, როცა დაიწყო შენი ნამუშევრების გაკეთება? ვინმე სხვა ხელოვანის ნამუშევრები გახდა ინსპირაცია თუ უბრალოდ მოვიდა იდეა და დაიწყო გაკეთება? ზოგადად ჩემი ყველა ნამუშევარი არის ძალიან დატვირთული იდეურად რა. ანუ ესე არ არის ჩემი ნაკეთობები, რომ უბრალოდ ლამაზი არის და მოდი გავაკეთოთ. არა, ჯერ იბადება ჩემში რაღაც ისეთი პროტესტის გრძნობა ან რაღაც არაორდინალური. მე ვფიქრობ იმაზე, როგორ გამოვხატავ ამ ჩემს გრძნობებს კრეატიულად რა. თავიდან აი ეს გრძნობები იყო ჩემთვის პირველი, რამაც მომცა ინსპირაცია, რომ ეს გრძნობები გამომეხატა ალბათ ისე ორიგინალურად და განსხვავებულად, როგორც გავაკეთე. ესე კონკრეტულად არც ერთი ხელოვანი არ ყოფილა ჩემთვის ინსპირაცია. რადგან ხელოვნებასა ზოგადად როგორც გითხარით, შეხება არ მქონია მანამდე. სულ ერთი წელია, რაც ხელოვნებით დავინტერესდი. და ფიზიკურად ალბათ ვერც იქნებოდა ვერც ერთი ხელოვანი ჩემთვის ინსპირაციის წყარო, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეხლა ვიწყებ ხელოვნებაში ნაბიჯების გადადგმას. თუ გაქვს ისეთი ნამუშევარი, რაც შენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, ან უფრო მეტად გიყვარს, ან რაღაც დატვირთვა აქვს და რომელსაც ვერ გაიმეტებ რა გაყიდო? კი, სხვათა, აი, ჩემი ნამუშევრები როგორც წეგან აღნიშნა, ყველა არის იდეურად ძალიან დატვირთული რა. მაგრამ მაქვს ერთი ნამუშევარი, რომელიც ძალიან მიყვარს და ალბათ გასაყიდად ვერც გავიმეტებ, ვერასოდეს. ეს არის სიცოცხლის ხე, რომელშიც აი ძალიან დიდი იდეა დევს. მართალია მოცულობით ყველაზე პატარა ნამუშევარი არის, მაგრამ იდეურად ყველაზე მეტად არის დატვირთული და ვფიქრობ ეს მხოლოდ ჩემს ფიქრებს არ მოიცავს და პირიქით სხვა ადამიანებიც გაითავისებენ და დაინახავენ ამ ნამუშევრის იდეას და აზრს და ამ აზრში საკუთარ თავს რა. ანუ ვფიქრობ, რომ სარკე იქნება ყველა ადამიანისთვის ეს ნამუშევარი რა.
დაინტერესება რამდენად არის ადამიანებისგან სურს თუ არა შეძენა, გიკავშირდებიან და ამ შემდეგ აი ეს პროცესი როგორია რო აგვიღწევა. ხო აი მომხმარებელი ადამიანი ვინც უნდა პოტენციურად შეიძინოს შენი ნამუშევრები, რა ფორმით გიკავშირდება და მათი შეხედულებები როგორია შენ ნამუშევრებზე. ეს ჩემი ნაკეთობებით ბევრი ადამიანი არის ხოლმე აღფრთოვანებული, იმიტომ რომ მსგავსი რამ ალბათ არ არის სხვაგან და ეს არის სიახლე ახალი წერტილი ხელოვნებაში. ეს იწვევს ხალხში დიდ აღფრთოვანებას და დიდ მოწონებას. გაყიდვების შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ სპეციალურად არ ვყიდიდი იმის გამო, რომ მე კახეთიდან ვარ, ყვარლიდან და მინდოდა ჩემს ყვარელში მქონოდა, ჩემს რაიონში მქონოდა პერსონალური გამოფენა და ჯერ მათთვის გამეზიარებინა და ბავშვებისთვის, მით უმეტეს ბავშვებისთვის მე თქვა, რომ ხელოვნება არ არის რაღაც კვადრატის ფორმის რა, ხელოვნება არის მრავალწახნაგოვანი და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ყველაფერი არის შესაძლებელი, რასაც მოინდომებენ რა. აი გაყიდვებთან დაკავშირებით ზუსტად მაგ მიზნით არ ვყიდიდი ხოლმე ჩემს ნამუშევრებს, მაგრამ დიდი დაინტერესება იყო ხოლმე. სოციალურ ქსელებიდან ნახულობს ხოლმე ძირითადად ჩემს ნამუშევრებს საზოგადოება და იქ არის ხოლმე ყველაზე დიდი აქტივობა, შეძენის სურვილი და ასე შემდეგ. ხო, აი რო ახსენა რომ მავთულისგან აკეთებ ამ ნაკეთობებს. გიწევს ხოლმე წინასწარ აწყო რაღაც ნაწილობად დაჭრა ეს მავთულები განსაზღვრო სად რომელ ნაწილს მოვათავსებ თუ მთლიანი მასალა და ესე მუშაობ პირდაპირ. კარგი. ჩემი ნაკეთობები ლითონის მავთულით შესრულებული ნაკეთობები თავიდან რა თქმა უნდა ერთი მავთული არის, მაგრამ ძალიან ბევრი ნაწილად არის ხოლმე არის გაკეთებული ყველა ნამუშევარი რა, მაგალითად აი ეს პირველი ნამუშევარი თავისუფლება პირველი არწივი რაც იყო ის სულ ცოტა 100 ნაწილად არის აწყობილი და მე ერთმანეთს არის შეკავშირებული რა. სხვა ნაკეთობებიც რა თქმა უნდა ანუ ეს ერთიანად არ კეთდება რა, ამის თქმას ვცდილობ, ჯერ კეთდება მაგალითად რაღაც ნაწილი მე, სხვა ნაწილი და მე ერთმანეთთან საბოლოო ჯამში კი იკვრება და გამოდის ერთი მთლიანობა რა. ხო, თან რო ახსენა რომ დროშია გაწერილი ეს პროცესი სანამ გააკეთებ, ალბათ იქ უფრო მოსახერხებელი იქნება რა ნაწილობად იყოს დაყოფილი, ხო, ყველაფერი. კი, აი ამასაც შევეხები. მე ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. ძირითადად უნივერსიტეტის გამო თბილისში მიწევს ხოლმე ყოფნა, მაგრამ თავისუფალი დრო როცა მაქვს ხოლმე ყვარელშიც მივდივარ, ასე პირველია და ესე ვმუშაობ რა, როცა სადაც თავისუფალი დრო მაქვს, იქ ვმუშაობ. მაგალითად, ყვარელში გავაკეთა ჩემი ბოლო ქანდაკება და საქართველოს ისტორიის რუკა მემატიანე. თბილისში რომ მოვდიოდი ხოლმე და აქ თავისუფალი დრო მქონდა, აქ ვმუშაობდი ხოლმე და აი დროში გაწელა ეს ვიგულისხმე, რომ ანუ არ მაქვს ხოლმე ძირითადად თავისუფალი დრო, რომ აი ერთ კონკრეტულ ნამუშევარზე ვიმუშაო და დავიწყო და ბოლომდე გავიყვანო რა. ანუ როცა თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ ვიწყებ და მაშინ ვაგრძელებ ხოლმე რა ჩემს ნაკეთობებზე მუშაობას. ანუ ერთ ნამუშევარზე როცა მუშაობ, ანუ ამ ნამუშევრის სულს რაც თავიდან ხედავ თუ ყოველ კეთების პროცესში იცვლება ეს ანუ საბოლოო აი მე თქვენ არიცით რა მაგარია კეთების პროცესი რა, თავიდან სულ სხვა რაღაცას ხედავ და საბოლოო ჯამში ისეთი გამოდის, რომ ამ შენხედვას 10000 ჯერ ჯობია რა და მუშაობის პროცესში ხო აი მუშაობის პროცესში ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთება ხოლმე რაღაცები ფაილი მიკროორგანიზმებს არ რომ დადგინდა დღეს და კი ეგარი მასალის ხედვა და არა რაღაცები მე აი დამიხატა ხო რა თქმა უნდა აი დასვენებული თვალით სულ სხვანაირად აღიქვა მე იმ ნაკეთობას რაც დაიწყე რაღაც აი ხო არის ხოლმე მომენტები რომ ვეღარ აგძელებ რა აი მაგალითად ერთ დღეში როგორც შენ თქვი ეს ხო არ კეთდება რა არის ხოლმე რომ თამთელი დღე ხო არ მუშაობ რა რომ დაიღლები და ვეღარ აკეთებ ცოტას რომ გაივლი გამოივლი რაღაც ყვავილებს შეხედავ სამყაროს სხვადასხვანაირ ფერებად დაგიქვა უფრო მრავალფეროვანი ხდება მე შენი აზროვნება და აი ამ ბედნიერი ემოციებით დატვირთული რომ მივდივარ ხოლმე საქმესთან ამ ჩემს ნაკეთობებთან მე სულ სხვანაირი ხედვები მომდის ხოლმე და აი სულ
განსხვავებული რაკურსით ხედავ ხოლმე იმ ნაკეთობის გაგრძელების პროცესს, რასაც ვაკეთებ. როგორ გაიხსენებდი პირველ ნამუშევარზე მუშაობის ემოციებს და წარმატებული იყო ეს ნამუშევარი თუ მოგიწია რამდენჯერმე თავიდან დაწყება და რამდენიმე მცდელობა დაგჭირდა, რომ მიგეღწია სასურველი შედეგისთვის? პირველი ნამუშევრის კეთების პროცესი იყო ახალი აღმოჩენა. და ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მაინჭებდა, რომ აი რაღაც ჩემი გონებიდან გადმომაქვს და რეალურად ფრთებს ვასხავ ჩემს იდეებს. ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. ხო, აი ამ წარუმატებლობაზე რომ გააქცე პასუხი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარუმატებელი მცდელობა მქონდა. განსაკუთრებით პირველ ნამუშევარზე, იმიტომ რომ პირველი იყო სატესტო და აი შენით რო იფიქრებ რა არანაირი ტექნიკა რო არ შეგიძლია ნახოს ხვები როგორ აკეთებენ და ის მე დახვეწო, მას ხო არ არის და პირველი იყო სატესტო და პირველი იყო ალბათ სადაც ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვი. მაგრამ ალბათ ეს ამაში არის ჩემი ყველაზე დიდი ნიჭიერება, რომ მაქვს უნარი თავი არ დავანებო, რაღაც რომ ვაკეთებ და არ გამომდის პირიქით. მეორე მხრიდან ვცდილობ ხოლმე რომ დავინახო და აი შეცდომების გამოსწორების გზა ცოტა სხვა მხრიდან დავინახო ხოლმე და სხვა გზა ვიპოვო იმისთვის რომ ეს შეცდომები გამოსწორდეს. რა თქმა უნდა ძალიან ან შექმნის პროცესში შეცდომები რომ მომდის ხოლმე მაგაზე საერთოდ არ ვნერვიულობ რა. მაგრამ რა თქმა უნდა მაინც ცოტა გულდასაწყვეტია მთელი დღე ვაკეთებ და საბოლოოდ შენს ფიქრებს და აზრებს რომ ვერ აკმაყოფილებს და აი რაღაცნაირი შეგრძნება რო გაქვს რომ არ მოგწონს მაგრამ მაინც რო იცი რომ გამოვასწორებ რა. როგორც ახსენე, ძალიან ინოვაციურია ეს მიმდინარეობა, იმიტომ რომ არ გვხვდება ხშირად, მით უმეტეს ქართულ ხელოვნების სივრცეში მსგავსი ტიპის ნამუშევრები და როგორ ვფიქრობ, შეიძლება თუ არა რომ ხელოვნების ახალი მიმდინარეობა ჩამოყალიბდეს, ან რაღაც ინოვაცია, რაღაც ცვლილებებს დაუდოს საფუძველი შენმა ნამუშევრებმა. ის მართალი არის, რომ საქართველოში მსგავსი ნაკეთობები არც არ გვხვდება და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ესეთი წარმატებული ხელოვანი იყო ჩემს გამოფენაზე მოსული და ჩემი ნამუშევრები ბევრმა ნახა და მათ სიტყვებს გავიმეორებ. ეს არის ხელოვნების ახალი სტილი და მიმდინარეობა, იმიტომ რომ მათაც მსგავსი რამ არ უნახავთ არც საქართველოს საზღვრებში და არც საქართველოს საზღვრებს გარეთ. წარმოდგენა არ მაქვს ეს სამომავლოდ როგორ განვითარდება და ახალი ხელოვნების ახალი სტილის მიმდინარეობა ჩამოყალიბდება თუ არა, მაგრამ ეს რომ სიახლე არის, ეს ფაქტი არის რა და აი სამომავლოდ რა იქნება, ეგ არ ვიცი, მაგას მომავალი გვიჩვენებს. სად შეუძლიათ, რომ დაინტერესებულმა პირებმა მოგწერონ, დაგიკავშირდნენ, ან უბრალოდ გესტუმრონ, რომ თქვენი ნამუშევრები. როგორც აღვნიშნე, სოციალურ ქსელებში აქტიური ვარ და ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია მაქვს ხოლმე მითითებული ჩემს სხვადასხვა ვიდეოებზე და ჩემს სოციალურ გვერდებზეც. ჩემი გალერეა მდებარეობს სოფელ სანავარდოში, რომელიც არის ქალაქ ყვარელთან. ეს სოფელი იყო ილია ჭავჭავაძის სანავარდო ადგილი და შემდეგში დაერქვა სანავარდო სოფელს. ჩემს გალერეაში მუდმივად არის გამოფენილი ჩემი ნამუშევრები. სხვათა შორის ბევრი მნახველიც მყავს ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ესე გახსნილი არ არის გალერეა, ანუ თავისუფლად არ შეუძლია დამთვალიერებელს მაგალითად 9 საათიდან 5 საათამდე მოსვლა. მე მითანხმდებიან ხოლმე და ვისაც სურვილი გექნებათ ჩემი ნამუშევრების ახლოდან ნახვის, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ჩემთან ერთად შეძლოთ ჩემი ნამუშევრების დათვალიერებას. ჯერჯერობით გახსნილი არ არის ჩემი გალერეა, მაგრამ რამოდენიმე კვირაში ვფიქრობ სკოლის გახსნას, ჩემი რაიონისთვის, ხელოვნების სკოლის გახსნას და უკვე აქტიურად გაიხსნება დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე ჩემი გალერეაც, სკოლაც და ჩემი
ეს სივრცე უმასპინძლებს ხოლმე მსურველებს, დამთვალიერებლებსაც და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებსაც. ძალიან დიდი მადლობა. გელას სოციალური არხების და მისი პროექტის სოციალური არხების მისამართები იქნება ჩვენ YouTube-ის ვიდეოს აღწერაში. და ასევე მადლობა UNILABS, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორიას, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი. დიდი მადლობა მოწვევისთვის.